ესე იგი, სულ საუბარი არის ქოლესტერინზე, ათეროსკლეროზზე, ბევრი მწერს, რომ აი ზოგი იძახის, რომ ქოლესტერინი კარგია, ზოგი იძახის, რომ ცუდია. ექიმების დიდი ნაწილი ნიშნავს ქოლესტერინის დამწევ საშუალებებს, სტატინებს რო ეძახიან და ასე შემდეგ. ეხლა აგიხსნით რაშია საქმე. ადრე მქონდა მოსაზრება, რომ ქოლესტერინი იწვევდა ათეროსკლეროზს და რეალურად ქოლესტერინი კი არ იწვევს, იწვევს შაქრები და ეხლა მთელი პროცესია ეს რა არ აღწერო. ამიტომაც ქოლესტერინი არ არის ის ფაქტორი, რომელიც თვითონ ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზია. ამავე დროს აგიხსნით, რომ ქოლესტერინი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენ ორგანიზმში და აგიხსნით, რომ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ქოლესტერინის მეშვეობით იქმნება ძალიან ბევრი ჰორმონი და აი მაგალითად ტესტოსტერონი, მამაკაცის ჰორმონი, რომელიც ქალსაც ჭირდება და კაცსაც, ქალს იმიტომ რომ ტესტოსტერონის გარკვეული რაოდენობა საჭირო, რომ ესტროგენები ქალისთვის საჭირო ჰორმონები წარმოიქმნას და ქოლესტერინის დეფიციტის დროს იქმნება უკვე ტესტოსტერონის დეფიციტი და შესაბამისად ესტროგენების და იწყება პრობლემები ქალებში, მათ შორის ენდოკრინული პრობლემები. კაცებში ესტროგენების ისა ტესტოსტერონის დეფიციტი პირველი ლიბიდოს, ანუ სექსუალურ ფუნქციას აქვეითებს და ეს ხშირია ახალგაზრდებში, მათ შორის და მიზეზი არ იციან ხოლმე და ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის მათ შორის კუნთური მასის გაზრდაში მნიშვნელოვანია ტესტოსტერონის საკმარისი რაოდენობა და როდესაც ორგანიზმში ქოლესტერინი არ არის, ტესტოსტერონის საკმარისი რაოდენობა არ არის, შესაბამისად კუნთური მასაც არ ვითარდება და ხშირად გამიგიარხობ, რომ დავდივარ ვარჯიშობ, აი უკვე კუნთებს იმაშვები რა ქვია ტრენაჟორებზე ყველაფერს და აი რაღაცა ეფექტს ვერ ვიღებ. და ხშირად ეს მიზეზი არის ქოლესტერინის დეფიციტი. ქოლესტერინის დეფიციტი ამავე დროს ქმნის D ვიტამინის დეფიციტს, იმიტომ რომ D ვიტამინი ორგანიზმში წარმოიქმნება მზის სხივების ულტრაისფერი სპექტრისა და ქოლესტერინის ერთობლიობით და თუ ქოლესტერინი არ გაქვთ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს ვერ შექმნის ორგანიზმი. ანუ ქოლესტერინის დამწევის საშუალებები სტატინები არის თქვენი ორგანიზმისთვის სახიფათო, არა თუ არასაჭირო, არამედ სახიფათო მედიკამენტია. ამავე დროს გეტყვით კიდე რისთვის არის ქოლესტერინის საჭირო. ქოლესტერინის საჭიროა იმისთვის, რომ აი მიტოქონდრიებში პროცესი ენერგიის გამომუშავების პროცესში ასევე მონაწილეობს და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. და როდესაც სტატინებს უნიშნავენ, სტატინი ბლოკავს ამ პროცესს და შესაბამისად, ხო, სტატინების ზემოქმედების შედეგად მიტოქონდრიების ვერ მუშაობს და ხშირად გამიგია ხოლმე, რომ აი რაღაც თუ დაღლილი ვარ, თუ მოთენთილი ვარ, ასე ვარ, ისე ვარ, კითხავს ქოლესტერინის დამწევებს ხარ, კი, ვსვავ. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ქოლესტერინი არ არის მავნე ორგანიზმის. ქოლესტერინი ძირითადი ნივთიერება, რომელსაც კუჭნაწლავის სისტემიდან შესული საკვები ნივთიერებებს კიდევ ხელს მიაქვთ უჯრედამდე, უჯრედიდან გამოაქვთ დაშლის პროდუქტები, შლაკები, მიაქვთ ვთქვათ ღვიძლამდე, თირკმელამდე, რომ ორგანიზმზე გამოყოს. ანუ ქოლესტერინი ეს არის საკმაოდ საჭირო და აუცილებელი კომპონენტი და ის არ არის ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზი. ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზი არის შაქრები. აქვე ბევრი კითხვები მაქვს, ერთ ვიდეოში ვერ ჩავდებ, მაგრამ გეტყვით შემდეგი ვიდეო რას შეეხება, ბევრი მეკითხება ბუასილთან დაკავშირებით და დეფეკაციის დროს შეიძლება ბუასილი არ მაქვს, მაგრამ მაინც სისდენები მაქვს და აი ამასთან დაკავშირებულ საკითხებს და აგიხსნით მექანიზმებს და აგიხსნით რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრათ. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და აუცილებლად უყურეთ, გაიგებთ ბევრ საინტერესო რამეს. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.